მე ფასე მოდნავ დაიწია უпроსორად კორექცია მოხდა და მოყვა ჩემთან მოიმატა შესაბამისად კითხვებმა. აბატონო, კითხვებზე პასუხი. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამიხსნია კიდევ ავხსნი, რომ ბაზარი და საერთოდ ბირჟას ახასიათებს როგორც ფასის ვარდნა, ასევე ფასის აწევა. ამ ეტაპზე ეს არის კორექცია. კორექცია არის ისეთი მოცემულობა, როდესაც ვიღაც პირებმა, მოვაჭრეებმა იყიდეს დაბალ ფასზე ბევრი ოდენობის კრიპტო, მიაღწია ამ კრიპტომ შესაბამისად მათთვის სასურველ გარკვეულ წილ ფასს და დაიწყეს მოგებების დაფიქსირება. ეს ნიშნავს, რომ მათ გაყიდეს თავიანთი კრიპტო, რათა შემდეგ ახალი პარტია იყიდონ. ანუ რასაც მე გირჩევთ ხოლმე, დაიფიქსირეთ მოგება, წერ ამას ყოველ ჩაწერის შედეგად, აიღეთ ის მცირე დაკმაყოფილებით იმ მცირედით, მერე ახალი ტრენდი რო ჩამოყალიბდება, იყიდეთ ახალ ტრენდზე. ფასი ეხლა წავაზევით, მერე ჩამოვაქვევით, მერე ისევ წავაზევით. ამიტომ შენახვაში რა აზრს ხედავთ ვერ ხვდები. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სტოპ-ლოსი არ ქონდა დაყენებული ან სწავლის პროცესში ხართ. აქედან გამომდინარე, ეხლა არ არის რამე საპანიკო, ეს არის ჩვეულებრივი რიგითი კორექცია. ყველაზე რთული მომენტი იქნება ამ ღამ, ასე 10-დან ღამის 12 საათამდე. და რატომ? იმიტომ რომ განცხადება იქნება ფედის შრომის მიმოხილვა იქნება ეკონომიური და ამაში ძალიან ბევრი იჭერს რაღაც ისეთ ელემენტებს, რომელიც აიძულებს მას, რომ მოახდინოს პოზიციის შეცვლა ან გაგრძელება. ამას ჩვენ დავინახავთ აი მაგ პერიოდში ჩვენი დროით. ასევე ღამის 4 საათზე არის კიდევ მნიშვნელოვანი პერიოდი, ვინაიდან ამ საათზე იხურება დღის სანთელი. და ეს მნიშვნელოვანია ბაზრისთვის. ჩვენ ამ დროს გძინავს რას ვიზამთ. მერე ისევ ბაზარი გამოცოცხლდება, მოგეხსენებათ ნავთობის ფასმა დაიწია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაამშვიდა უпроსორად ბაზარი. დაიწია შესაბამისად გახდა დოლარის ინდექსი 87.8 თუ არ ვცდები. ანუ ეს კარგია ბაზრისთვის და ფული გადმოვიდა იმ დიდი მყარი აქტივებიდან უფრო სარისკო აქტივებში, ანუ კრიპტოში. აი ეს არის ძირითადი მიზეზები, თუ რატომ მოხდა ესეთი ავარდნა ჩამოვარდნა. დაველოდოთ მოვლენებს კიდევ, იყავით ფრთხილად და ივაჭრეთ ისე, რომ არ